მართლა არ ვიცი, საიდან დავიწყო, როგორ დავიწყო და რითი დავიწყო, ალბათ არც არ ვიცი რითი დავასრულო. საერთოდ მინდოდა ამ თემას ავრიდებოდი. გაივლისმეთ კი რაღაც პერიოდი, ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე თუნდაც ხმას არ ამოვიღებ. მიწყნარდება ყველაფერი და შემდეგ სხვა თემებზე ვისაუბრებ, თუმცა არ გამოდის, როგორც ხედავ, არ გამოდის, ვინც ადევნებთ თვალს ჩემს Facebook-ს, ჩემს TikTok-ს, რავი, Telegram-ს თუ რასაც გინდათ. ერთი, ესე იგი, პატრიარქის გარდაცვალების დღიდან მე ერთადერთი ავტვირთე ტექსტობრივი რაღაც ფრაზა, რომ პატრიარქის და გალაქტიონის გარდაცვალება ერთი დღეა მეთქი, ერთი ქართველებს ერთი დღე გვაქვს უკვე, რომელ დღესაც გარდაიცვალა პატრიარქიც და გალაქტიონიც, ეს არის 17 მარტი. იმის შემდეგ მე საერთოდ არაფერი არ დამიწერე, არათუ პატრიარქზე არ დამიწერია და არ მithქვამს არაფერი. საერთოდაც არაფერი აღარ მithქვამს. თუმცა ვადევნებ თვალს, რა თქმა უნდა, და ვარ გაოგნებული აი ამ ყველაფრით, რაც ხდება პატრიარქის გარშემო. რა თქმა უნდა, მე ხა დიდად არ გამპირვებია იმ ადამიანების, ვისაც დაუშვათ არც არასოდეს წამდა, ყოველთვის აგინებდა პატრიარქს და აუგად მოიხსენებდა ასე შემდეგ. თუმცა ამ ადამიანებმაც მოინდომეს პატრიარქის თემით სპეკულირება, ასე ვთქვათ, და ქულების დაწერა. თუმცა ყველაზე მეტად უფრო გამიკვირდა იმ ადამიანების, ვისაც აი რო კითხო მორწმუნედ მოაქვთ თავი და ელემენტარულად რო გაიაზრებ, რას ბოდავენ. ამ ხალხმა არ იცის რა არის რელიგია, რა არის რწმენა. მე პირადად არა ვარ ღრმად მორწმუნე ადამიანი, არა ვარ ასე ვთქვათ რელიგიური ადამიანი საერთოდ, თუმცა უდიდეს პატივს ვცემ ყველა ჩემს ადრე რამდენი წლის წინ ჯერ კიდე როდესაც პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ჯერ კიდევ ზვიადის დროიდან ყოველთვის სიმპათიას გამოვხატავ ამ ადამიანის მიმართ, როგორც პირველ რიგში როგორც ჭკვიანი ბრძენი ადამიანის მიმართ. შემდეგ უკვე რა თქმა უნდა, აქ მოდის პატრიარქი, აქ მოდის რელიგია, სარწმუნება უამრავი მილიონობით ადამიანის სარწმუნება, რომელიც არ გვაქვს უფლება ელემენტარულად რომ შევურაცხყოფთ. მე ჩემი შვილებიც ასე ყავს გაზრდილი, რამდენადაც შემეძლო მე მათთან ასე ვთქვათ მუდმივი კონტაქტი და რამდენი პროცენტითაც შეიძლება ისინი ჩაითვალონ ჩემს გაზრდილებად, მოგეხსენებათ მე წლებია გაშორებული ვარ ოჯახთან. ყოველთვის მათ ვუნერგავდი რომ კი შენ შეიძლება არ გწამდეს, შენ გაქვს უფლება არ გწამდეს, მაგრამ არასოდეს დასცინო ხვის რწმენას და მე ერთ-ერთი მთავარი რითიც შეიძლება მე ვიამაყო არის ის რომ დარწმუნებული ვარ ჩემი არც ერთი შვილი არასოდეს არ იღადავებს უშნოდ აი ამ თემაზე, არასოდეს არ შეეხება უშნოდ პატრიარქს, რაც არ უნდა დაუშვათ მათი რწმენა არ იყოს მყარი, რაც არ უნდა დაუშვათ რაღაც სხვა მოსაზრებაზე იყვნენ, არც ერთი ადამიანის რწმენას შეურაცხყოფას არ მიაყენებენ, არც მართლმადიდებლისას, არც მუსულმანისას და არც ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია ჩემი ცხოვრების, მაგრამ მე რასაც ვუყურებ, ეს ადამიანები დგანან და არ ვიცი, მართლა სიტყვებს თავს ვერ ვუყრი რა. საქართველოს პატრიარქს, ესე იგი, როგორ ვთქვა, განიკითხავენ რაღაცა პირდაპირ ვიტყვი სულელური, შტერული მიზეზებით და მთავარი ჩემთვის აქ რაც არის, აი ამ განკითხვების ეს რაღაცა სექტა ტიპები იჩითებიან რა და განიკითხავენ პატრიარქს და ეს ყველა ეს სექტები დაკავშირებულია გარკვეულ პოლიტიკურ მიმდინარეობებთან. მაპატიეთ ყველამ, ვინც ნორმალური მომხრე ხართ ამა თუ იმ პოლიტიკური მიმდინარეობებს, ამა თუ იმ რაღა დროს ბელადომანია, მაგრამ პოლიტიკური ბელადის, იმიტომ რომ უყურებ ისინი ბელადები არიან. თქვენთვის მიუხედავად აი ამ პოლიტიკური ბელადებისადმი სიყვარულისა ხალხო, როგორ შეგიძლიათ რომ ვერ გაიაზროთ რა არის რელიგია, რას ნიშნავს პატრიარქი. აქ რაღაცა ზვიადისტების ერთი ნაწილი, ყველა ზვიადის მომხრეს არ გულისხმობს და საკმაო ნაწილი სხვათა შორის პირდაპირ არის სათქმელი, ხო? სექტად არის ჩამოყალიბებული და პატრიარქს უყენებს რაღაცა შტერულ ბრალდებებს, თუნდაც ის რატო არ გამოვარდა პატრიარქი
იმ პერიოდში, იმ საშინელ პერიოდში და რატო არ შეაჩვენა ეს ვიღაც ოპოზიციები და ესენი და ესე ვიღაცები, ვინც ზვიადის უპირისპირდებიან, გამსახურდეს უპირისპირდებოდნენ და რა თქმა უნდა არ შეიძლებოდა შეერაღებული დაპირისპირება. მე ეხა პოლიტიკურ განხილვაზე მე არ მინდა გადავიდეთ, ამათ ის პრეტენზიაც აქვს, რომ ზვიად საერთოდ არ უნდა ყოლოდა ოპოზიცია, პოლიტიკური ოპოზიციაც არ უნდა ყოლოდა, როგორ შეიძლებოდა რაღაც ეს გაბელადება და გაკერპება ადამიანის ზვიად გამსახურდიამ თვითონვე აირჩია ყოფილიყო სახელმწიფო მოხელე. მე არ ვამბობ, რომ საერო და ერისკაცი იყო და შეიძლება დარჩენილიყო უბრალოდ ერისკაცად. თვითონ აირჩია პოლიტიკოსის გზა, როდესაც მიიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, გახდა პრეზიდენტი. შესაბამისად, ის უკვე სახელმწიფო მეთაურია და არა უბრალოდ ერისკაცი. შესაბამისად, სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ეთანამშრომლა საპატრიარქოსთან. ასევე საპატრიარქოს უნდა ეთანამშრომლა აუცილებლად სახელმწიფოსთან, როგორი სახელმწიფოც არ უნდა ყოფილიყო ის, ასევე მიშისტების გარკვეული დიდი ნაწილის სექტა, რომელიც ასევე ამიტომ ლანძღავს პატრიარქს, რომ არ გამოვარდა პატრიარქი და არ იყვირა რუსები არ მოუშვათ ხელისუფლებაში, მიშას გაუმარჯოს თუ რაღაცა სისულელეები, თუ არ დადგა იქ ალბათ რა ვიცი მე და ევროპულ მომავალს ხარი არ დაუჭირა თუ რაღაც აი დებილ პატრიარქის მიმართ აქვს რაღაცა პოლიტიკური მოთხოვნები, რაც არის სისულელე ხალხო გინდა 9 აპრილის გამოუყენებს ზოგიერთი ბრალს, რომ აი იქ რატო არ შეშიასკდა რუსულ ტანკებს პატრიარქი და რატო აი რა ნუ ეხა ეკელ მე შეიძლება არ ვიცი არ მეყავს ეს ვიდეო ვეცდები რომ მეტი ამ თემაზე აღარ ვილაპარაკო, მაგრამ შეიძლება დამჭირდა და ცალ-ცალკეთ ჩამოვაყალიბო იქ ზვიადისტების მიმართულებით ეს ყველაფერი ლევან ბერძენიშვილის რაღაც ბოდიალს უსმინე დათო ტურაშვილის ვიღაცა მღვდელია კიდე ვიღაც მამაო ვიღაცა რომელიც პატრიარქს ბრალს დებს კონკრეტულად იმაში რომ ზვიად გამსახურდიას კერდით არ გადაეფარა რაღაც ესეთი სისულელეები ხალხო პატრიარქი რელიგია არ არის ის რომ გამოვარდეს პატრიარქი და ტანკებს ქვეშ შეუვარდეს რუსული იქნება ეს თუ რაღაცა ის იქნება რა თუნდაც თემურ ლენგის ცხენს წინ გადაიღოს ეკლესია და რელიგია და პატრიარქი ეს არ არის ეს არის სულზე ზრუნვა იესო ქრისტეს ნათქვამ თანამშრომლობდაო პატრიარქი კომუნისტებთან პატრიარქი კომუნისტებთანაც თანამშრომლობდა ილია მეორე და საქართველოს საპატრიარქო და წინა პატრიარქები სხვათა შორის კომუნიზმი 30-70 წელი იყვნენ კომუნისტები კომუნისტებთანაც თანამშრომლობდა შემდეგ ზვიად გამსახურდიასთანაც თანამშრომლობდა თვითონ ზვიად გამსახურდია მინება თუ არა მასთან თანამშრომლობა ეს სხვა თემაა მიშა სააკაშვილის მთავრობასთანაც თანამშრომლობდა შევარდნაძის მთავრობასთანაც და ამ მთავრობასთანაც თანამშრომლობდა სხვათა შორის პატრიარქს არც მიშა სააკაშვილი არ გაულანძღია არასოდეს მიუხედავად არც ზვიად გამსახურდი არ გაულანძღავს პატრიარქს არასოდეს ეს ყველაფერი ხალხო ეს პატრიარქი არ არის ეს ვიღაც ადამიანი ჩვეულებრივი რომელსაც რაღაცა მორალურ თუ ზნეობრივ კონკრეტული ფორმით გამოხატვას აკისრებთ რაღაც პოზიციების ეს პატრიარქია მისი უმთავრესი მოვალეობა სულზე ზრუნვა არის ადამიანების და პატრიარქი რა თქმა უნდა იესო ქრისტე დამკრობელ რომაელებთან თანამშრომლობდა თანამშრომლობა ის როდესაც ამბობს მიეცით კეისარს კეისრისა ეს თქვენ როგორ გესმით ეს არ არის ანუ სულიერი მამების მოვალეობა არ არის აჯანყებები რევოლუციები და რაღაცა ძალისმიერი წინააღმდეგობები ან გამოვარდნა და ვიღაცის პოლიტიკური რომელიმე პოლიტიკური პარტიის ღია მხარდაჭერა ეს არ ვიცი ამ დონეზე რომ მაინც როგორ არ გესმით ეს ხო ელემენტარულია როგორ შეიძლება მართლა გაოგნებული ვარ რა ბრალდებები მესმის ილია მეორის მიმართ ჩემი პოზიციით ეს ადამიანი იყო ბრძენი ეს ადამიანი მე უპირველესად ვაფასებ ამ ადამიანს ილია მეორის როგორც ჩვენ ღმერთმა გაგვიმართლა რომ ასეთი პატრიარქი ყავდა აი მთელი პერიოდებში რაც ჩამოთვალე საბჭოთა ზვიადის შევარდნაძის მეორედ მოსვლა სააკაშვილის და ეხლაც აი ამ ეპოქაში ბიძინას ეპოქაში ასე ვთქვათ გაგვიმართლა რომ ასეთი ჭკვიანი ბრძენი და გონება დინჯი პატრიარქი ყავდა რას ქვია იმასთან თანამშრომლობა ამასთან თანამშრომლობდა რა თქმა უნდა თანამშრომლობდა და უნდა ეთანამშრომლა მიეცით კეისარს კეისრისა კიდევ ვიმეორებ აქ ძალიან სერიოზული სიბრძნე დევს ვიღაცას ვისაც შეიძლება ეს გზა არ მოსწონდეს კი ბატონო მან აჯანყდეს გააპროტესტოს გამოაპროტესტოს პატრიარქის და საპატრიარქოს საქმე ეს არ არის ხალხო და
ცოტა ჭკუით იყავით, ცოტა ტვინს წიხლი დააჭირეთ, გინდა ზვიადისტებმა, გინდა სააკაშვილისტებმა და ვინც გინდათ ის იყავით. ცოტა ტვინს წიხლები დააჭირეთ და ისე იტლიკინეთ, მაპატიეთ ილია მეორის შესახებ. მას კიდე ერთხელ ვიმეორებ, მიშა სააკაშვილიც კი არ გაულანძღავს და არასოდეს ჩვენ არ გვითქვამს, რომ რატო არ გალანძღა მიშა სააკაშვილი პატრიარქმა. აი ამაშია ჩვენსა და თქვენ შორის განსხვავება და გონიერ საქართველოს გისურვებთ, ალბათ კიდე ვისაუბრებ ამ თემაზე, ეს სამწუხაროდ არ მყოფნის, რომ ეხლა ძალიან ბევრი გამომივიდა საუბარი და მე სავარაუდოდ კიდე ვისაუბრებ აი ამ თემაზე ერთ-ორ ვიდეოს კიდე ჩავწერ, თუმცა კიდე ერთხელ ვაფიქსირებ განსხვავებას, მე არ მინახავს არც ერთი ქართული ოცნების მხარდაჭერა, რომელიც იცახის, რომ პატრიარქი რატო არ გამოვარდა აი იმ აუბედით 9 წელში და რატო არ დაიწყო მიშა სააკაშვილის ლანძღვა. ესეთი დებილური საყვედური პატრიარქის მიმართ ეს არ ვიცი, მკრეხელობის უმაღლესი დონეა და რატო ის არ გალანძღა პატრიარქმა და რატო ამას არ დაუჭირა ღია თხარი და რატო ის არ შეაჩვენა და რატო არ შეიძლება ხალხო ეს არ შეიძლება ეს არაფერი და ეს კიდე ერთხელ უსვამს ხას ქართული ოცნების მხარდამჭერების შედარებით ნორმალურ აზროვნებაში, როგორც გინდა ისე გამიგეთ, კიდევ ერთხელ გისურვებთ გონიერ საქართველოს დროებით კარგად გრძანდება.